საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა გალაქტიონ ტაბიძის უმშვენიერესი ლექსი მზეოთიბათვისა. ეს არის ლექსი პოეტური ლოცვა ვედრება ღვთის წინაშე აღვლენილი. დიდი რწმენითა და სიყვარულით არის გამსჭვალული ეს ლექსი. ამიტომაც გვახსენებს ბიბლიური მეფე დავითის ფსალმუნებს, რომლებიც სწორედაც რომ უმაღლესი პოეზიის გამოხატულებაა. სათაურის წარმოთქმისთანავე მზეოთიბათვისა მკითხველი იმსჭვალება საოცარი სითბოთი, რომელსაც თითქოს ეს მზე თიბათვის მზე აფრქვევს. წაგიკითხავთ ლექსს. მზეოთიბათვისა, მზეოთიბათვისა, ლოცვად მუხლ-მოყრილი გრალ შევედრები, იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები. ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეოთიბათვისა, ამას გევედრები. ლექსში ლირიკული გმირი ღმერთს უზენაეს თხოვს სიყვარულის გადარჩენას, რადგან როგორც ერთ ლექსში წერს გალაქტიონი, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაქრის, ტყე არ ქრთება სასიხარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. სიყვარული არის დღესასწაული და მისი ჩაქრობა სამყაროს დააბნელებს. არაერთი ლექსი ლოცვა არის ქართულ პოეზიაში. უპირველესად, რა თქმა უნდა, გვახსენდება დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. ვეფხისტყაოსნიდან ავთანდილის ლოცვა, ბარათაშვილის ჩემი ლოცვა, ღმერთო მაღალო მომიხილე ძეშეცდომილი, რომ წერს პოეტი. გურამიშვილის მთელი პოეზია დავითიანი ხო ერთი გაბმული ლოცვა არის. გვახსენდება ილიას ლოცვა, ღმერთს რომ სთხოვს, არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნევი სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე, არიციან ღმერთო, რას იქმან. რა თქმა უნდა, გვახსენდება ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე, რომელმაც მამა ღმერთს სწორედ ასე შესთხოვა, მიუტევე, რადგან არიციან, რას ჩადიანო. გვახსენდება, რა თქმა უნდა, აკაკის ლექსად წარმოთქმული ლოცვები, ვაჟა-ფშაველას ლექსი ვედრება და სხვა და სხვა. ეს ყოველივე იმიტომ გაგახსენეთ, რომ ტრადიცია გავითვალისწინოთ. ტრადიცია ხო მის მაგარი ფესვია, რომელზედაც ამოიზრდება ყოველი ახალი. ტრადიცია არის ერთგვარი წყარო, რომელთაც საზრდოობს ნებისმიერი პოეტი და მათ შორის, რა თქმა უნდა, გალაქტიონი. გალაქტიონს სხვა არაერთი ლექსი ლოცვა აქვს, მაგალითად სილაჟვარდე ანუ ვარდის სილაში, რომელიც არის ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ულამაზესი ტკივილით სავსე ვედრება. ეს ლექსი კი მზეოთიბათვისა ყველასგან მაინც გამორჩეულია. გამორჩეულია თავისი გულში ჩამწვდომი მხატვრული სახეებით, გამორჩეულია თავისი უჩვეულო მუსიკალურობით. მზეოთიბათვისა, ეს არის სრულიად ახალი პოეტური სახე ღვთისა. ეს არის გალაქტიონის პოეტური შთაგონების ნაყოფი. მზე მოგეხსენებათ არის ტრადიციული საღვთისმეტყველო ხატი, თიბათვე კი არის ახალი. ეს სიტყვა თვითონ არის გაჟღენთილი საოცარი სითბოთი. აი თითქოს რომ წარმოთქვამ, საოცარი სითბო შემოდის შენში. მზეოთიბათვისა, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ეს არის ორსიტყვიანი პოეზია, იმდენად ლამაზია. ამიტომაც იმეორებს პოეტი მზეოთიბათვისა, მზეოთიბათვისა. თითქოს გრძნობთ, როგორ გადმოედინება მზიდან, ზეციდან ყვითელი ფერის ნიაღვრები და სული საოცარი სითბოთი ივსება. თიბათვე საერთოდ გალაქტიონის სხვა ლექსებშიც ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი ლექსი, მართლაც ულამაზესი ლექსი, მას გახელილი დარჩა თვალები. მზეოთიბათვის ყოფნა უმზეო, მზე მიიცვალა ღია თვალებით, ის მიიცვალა რაღაც უმწეო და საოცარი გარდაცვალებით. მას გახელილი დარჩა თვალები, გახელილი დარჩა თვალები, ის უცხო მხარეს გარდაიცვალა და გახელილი დარჩა თვალები. უმზეო ყოფნა, ეს არის სიკვდილი, სიცოცხლის დამშლელი და ყოველივეს გამანადგურებელი.
ლექსის მეორე სტრიქონში ვკითხულობთ: ლოცვად მუხლმოყრილი გრალ შევედრები. მუხლმოყრილი ლოცვა, რა თქმა უნდა, ამ ხელს პოეტის ძალიან დიდ გულშემოცვლილობას, ტანჯვას, თაყვანისცემას ღვთისადმი, ძალიან დიდ იმედსა და სასოებას. მას ერთადერთ მხსნელად უფალი მიაჩნია. მაგრამ რას ნიშნავს გრალს შევედრები? საერთოდ ამ ლექსის შესახებ არაერთი წერილი არის დაწერილი, მაგრამ მათ შორის ჩვენ გამოვარჩევთ აკაკი ბაქრაძის წერილს ასეთი სათაურით: რას ნიშნავს თიბათვის მზე, რომელშიც ძალიან კარგი დაკვირვებებია და შესანიშნავად არის ეს ლექსიც ახსნილი და განმარტებული. მე მინდა გაგახსენოთ, რა არის გრაალი. ეს არის უწმინდესი თასი, რომელშიც ქრისტეს სისხლი ჩაიღვარა. მისი ჭრილობებიდან გადმოდენილი სისხლი. მათ ეს სახარებაში 27 თავში მოთხრობილია, როგორ აცვეს ჯვარს ქრისტე და შემდეგ საღამოს მწუხრის ჟამს იოსებ არიმათიელმა, რომელიც იყო ფარული მოწაფე იესოსი, სთხოვა პილატეს, რომ მისთვის მიეცათ ქრისტეს ცხედარი და მართლაც პილატე დათანხმდა. ეს ცხედარი იოსებ არიმათიელმა წაიღო საგანგებოდ გამოკვეთილ გამოქვაბულში, აკლდამაში და იქ დაასვენა. გრაალის შესახებ სახარება არაფერს მოგვითხრობს, მაგრამ არსებობს სხვა აპოკრიფული სახარებები. მათ შორის არის ნიკოდემოსის სახარება, რომელშიც მოთხრობილია, რომ იოსებ არიმათიელმა ჭრილობებიდან გადმოდენილი სისხლი იესოსი შეაგროვა თასში. არსებობს, ეს არის სწორედ წმინდა გრაალი. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ იოსებ არიმათიელმა, როდესაც წაასვენა იესო ქრისტეს ცხედარი, ეს სისხლით გაჟღენთილი პერანგი გახადა და ეს სისხლი ჩაწურა ამ თასში, რომელიც ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქცა უწმინდესად. სხვა უამრავი გადმოცემა არსებობს წმინდა გრაალის შესახებ. ის არის მწერლების, მხატვრების, მუსიკოსების, შთაგონების უშრეტი წყარო. გრაალი არის უდიდესი სიწმინდე. მასთან მიახლოება იწვევს ადამიანის აღორძინებას, განახლებას და რწმენაა ისეთი, რომ ადამიანი უკვდავებას მოიპოვებს. უცხოურ წყაროებში სიტყვა გრაალი არის სხვადასხვანაირად განმარტებული. მაგალითად, ბერძნული ვერსიით ის აღნიშნავს ჭურჭელს, რომელშიც ურევდნენ ერთმანეთში წყალსა და ღვინოს. ლათინური ვერსიით მაგალითად ის ნიშნავს წმინდა ჭეშმარიტ სისხლს ნიშნავს, ხოლო არსებობს ისლანდიური ვერსიაც ამ სიტყვის ახსნისა და ის ნიშნავს სიუხვის კალათას. ზოგი გადმოცემის მიხედვით ეს არის ის თასი, რომლითაც მოციქულები აზიარა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის დროს. ხომ გახსოვთ ის ეპიზოდი, როდესაც მიაწოდა ღვინით სავსე თასი და უთხრა, რომ ეს არის სისხლი ჩემი, ხოლო შემდეგ მიაწოდა პური და უთხრა, რომ ეს არის ხორცი ჩემი და ამგვარად დაწესდა ზიარების საიდუმლოება. და მას შემდეგ ღვთისმსახურების დროს ყოველთვის აღესრულება ეს საიდუმლო რიტუალი. გრაალის შესახებ კიდევ უამრავი გადმოცემა არსებობს, მაგალითად გადმოცემა ყვება ასეთ ამბავსაც, რომ იოსებ არიმათიელი იდევნებოდა ებრაელების მიერ, რადგან მას განსაკუთრებით უყვარდა იესო ქრისტე და ის გადაიხვეწა და ის წავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც წაიღო ეს ძვირფასი თასი გრაალისა. როგორც ვიცით, სწორედ ინგლისში ჩამოყალიბდა წმინდა გრაალის ორდენი, მეფე არტური იყო წარმომადგენელი და ხელმძღვანელი მგვალი მაგიდისა, რომლის გარშემო იკრიბებოდნენ ეს რაინდები და ცნობილია არაერთი გადმოცემა, რომ მათ ხშირად წარმოუდგებოდათ ხოლმე ეს თასი როგორც ხილვა. ეს თემა წმინდა გრაალისა განსაკუთრებით წინა რიგში აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჯვაროსნული ომების დროს. შეიქმნა სწორედ მაშინ შუა საუკუნეებში ტამპლიერთა ორდენი, ეს იყო ტაძრის რაინდთა ორდენი, რომლებიც გრაალის მცველებად მიიჩნეოდნენ. არის ასეთი ვერსიაც გრაალის თასთან დაკავშირებით, რომ გრაალის თასი იყო იასპის ძვირფასი ქვისაგან გამოკვეთილი და ეს იასპის ქვა კი ჩამოუვარდა ლუციფერს გვირგვინიდან. ლუციფერი იყო, როგორც მოგეხსენებათ, ბრწყინვალე ანგელოზი, მაგრამ ის პატიმოყვარეობის გამო აუმხედრდა უფალს და გაიმართა დიდი ბრძოლა მასა და მთავარ ანგელოზ მიქაელს შორის და სწორედ ამ ბრძოლის დროს მისი გვირგვინიდან ჩამოვარდა ეს ძვირფასი ქვა, რომლისგანაც შემდეგ ეს
გრაალის თასი გამოთალეს და გამოკვეთეს. ერთ სიტყვით უამრავი ლეგენდა გადმოცემა არსებობს ამ წმინდა გრაალის შესახებ. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ქართველმა მწერლებმაც დაამუშავეს ეს თემა საინტერესოდ. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავი არის გრიგოლ რობაქიძის რომანი გრაალის მცველნი. გრიგოლ რობაქიძემ ეს რომანი გერმანიაში გადახვეწილმა გერმანულ ენაზე დაწერა და ამ რომანში არის ასეთი ეპიზოდი ჩართული. წმინდა მხედრები, ქართველი წმინდა მხედრები არიან ძალიან დიდ გასაჭირში. მათ ვეღარ მოიგერიეს მტერი, ისინი დგანან ოფსკულის პირას და გადაწყვეტილი აქვთ, რომ გადაიჩეხონ ოფსკულში, რადგან არ უნდათ, რომ ტყვედ ჩაუვარდნენ მტერს. მათ ხელში უჭირავთ ნინოს ჯვარი, ვაზის ნასხლევისაგან შეკრული წმინდა ნინოს თმებით, შეკრული წმინდა ჯვარი და მისი მოიმედენი არიან და თითქოს რაღაცას ელიან. და როდესაც ხსნა არსაიდან არის და გადაწყვეტენ, რომ ოფსკულში ჩაცვიდნენ, ამ დროს საიდანღაც გამოჩნდება პაწაწინა გოგონა, რომლის გამოჩენისთანავე ის გოგონა შეახებს ამ ვაზის ჯვარს ხელს და ეს ვაზის ჯვარი სასწაულებრივად აყვავდება, განედლდება და მოისხამს მტევნებს. მხედრები, რაინდები ამ მტევნებს ჩაწურავენ თასში და ეს იქცევა უწმინდეს თასად. ეს იგივე გრაალი არის. რა თქმა უნდა, ვაზი და მტევნები არის სიმბოლო მაცხოვრისა და ეს ყოველივე გაგვახსენებს ჩვენ სწორედ მაცხოვრის ჯვარცმას. და ნაწარმოებში ასეა წარმოჩენილი, რომ ეს არის უწმინდესი თასი, რომელშიც არის შენახული საქართველოს გული, საქართველოს მზე და თუ მას შეინახავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ რაინდები, მაშინ საქართველო არ დაიღუპება. და რომანშიც ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს. ერთი ძალა ცდილობს, რომ აი ეს გრაალი მოიპოვოს, გაანადგუროს, ხოლო მეორე ძალა ცდილობს, რომ საქართველო გადაარჩინოს. საგულისხმოა ის, რომ გრაალის მცველებად ამ ნაწარმოებში გვევლინებიან ქართული კულტურის წარმომადგენლები. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პავლო იაშვილი და სხვანი. თუმცა ისინი თავიანთი სახელებით არ არიან ამ რომანში წარმოჩენილნი. მე გირჩევთ, რომ წაიკითხოთ გრიგოლ რობაქიძის ეს ნაწარმოები. ამავე დროს მინდა კიდევ ორი ნაწარმოები ვახსენო შუა საუკუნეებში შექმნილი. ეს არის ვოლფრამ ფონ ეშენბახის პარციფალი და კრეტიენ დე ტროას ლანსელოტი, რომლებმაც შემდეგ სხვა მწერლებსაც მისცეს შთაგონების წყარო, რომ ამ თემაზე შეექმნა თავიანთი ნაწარმოებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ვაგნერის შემოქმედება, აი უკვე მუსიკალურ სამყაროშიც გადაინაცვლა ამ თემამ და მან შექმნა არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, მათ შორის არის მსოფლიოში ცნობილი პარციფალი. კიდევ არაერთი ნაწარმოები შეიძლება დაგვესახელებინა, მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ ამ ლექსს. რატომ გავაკეთეთ ასეთი ვრცელი ექსკურსი ამ თემაზე? იმიტომ რომ პოეზია, როგორც რუსთაველი ამბობს, არის სიბზნის დარგი და ჩვენ სიბზნეს ვეზიარებით. ასე რომ გრაალის ხსენებით ჩვენ შევეხეთ გრაალის თემა და რაღაც ახალი ცოდნა შევიძინეთ და გაგვიჩნდა ცნობის წადილი მის მიმართ. ლექსში წერია, რომ გრაალ შევედრებიო, მუხლად ლოცვად მუხლმოყრილი გრაალ შევედრები. გრაალ შევედრები შეიძლება ორნაირად გავიაზროთ. შევედრები, ესე იგი შევევედრები, როგორც უწმინდეს, რომელსაც შეუძლია სასწაულის მოხდენა. შეიძლება გავიაზროთ მეორენაირად, რომ გრაალ შევედარები, ესე იგი ლირიკული გმირი თავს წარმოადგენს გრაალის ნაირად, რომ ისიც არის ტანჯვა წამებით სავსე, როგორც გრაალის თასი არის სავსე ქრისტეს ტანჯვა წამების გზით გადმოდენილი სისხლით. იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები, შესთხოვს ლირიკული გმირი ღმერთს სიყვარულის დაცვას, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანს არ შეუძლია ხსნა და მფარველობა თავისი სიყვარულისა. ფრთებით დაიფარე, ესეც ძალიან საინტერესო სტრიქონია. აკაკი ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ სტრიქონში ირეკლება სული წმინდაზე მინიშნება. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, ვიხილე სული ღვთისაი, ვითარცა ტრედი, გარდა მომავალი ზეცით. ან კიდე მტრედი საერთოდ სული წმინდის სიმბოლო არის, მისი ხილული სახი არის. ამიტომაც არის, რომ მშვიდობის სიმბოლოც არის მტრედი.
სულიწმინდა სწორედ იმიტომ იყო მოვლენებული, რომ ქვეყანაზე მშვიდობა დამყარებულიყო. აქ შეგვეძლია გავეხსენოთ ერთი ლოცვად: მეუფეო, ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა. ლექსში კი ვკითხულობთ: ტანჯვა განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოულინე ისევ შენ მიერი. აქაც უცნაურად ლამაზი სიტყვა არის, მაგრამ უცხო, მიურიდენ. რა შეიძლება ნიშნავდეს? ალბათ იმას, რომ მისი თვალები მოარიდე ტანჯვა განსაცდელს, მისი თვალები დაიფარე ამ ტანჯვა განსაცდელისაგან, რიდესავით ჩამოაფარე შენი ფრთები. რა თქმა უნდა, სული მოულინე ისევ შენ მიერი, ესეც სული წმინდაზე მიანიშნებს. 50-ე ფსალმუნიც შეიძლება გაგვეხსენებინა, რომელშიც მე ფსალმუნე ასევე ვედრება უფალს: სული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო და სული გული წრფელი გამიახე ვამსა ჩემსაო. ლექსში კი ვკითხულობთ: დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი. ღვთაებრივი, მშვიდობიანი, ნათელი დილა გაუთენეო, სთხოვს გმირი უზენაეს. ბარათაშვილი გვახსენდება, რომელიც ძალიან ბევრს წერს თავის ლექსებში, მშვენიერ სულზე, თვით უკვდავება მშვენიერ სასულში მდგომარებს, მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს. ან კიდე მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული. ეს არის დიდი წყალობა, მშვენიერება ღვთისგან მონიჭებული ადამიანისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა პატრონობა და დაცვა ჭირდება. ლექსში კი ასახულია, დახატულია, წარმოჩენილია ძალიან მძიმე სასტიკი დრო. ლექსი 1917 წელს არის დაწერილი. მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ არის დამთავრებული და არის რევოლუციების, ქარტეხილების ხანა და ლექსში შემოიჭრება დრო. ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები. ძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზე 20 ბათვისა. ამას გევედრები. ძალიან ძნელია გადაურჩე სისხლიან ეპოქას. ეს არის დრო ღვთის მკვლელობისა და ეს დრო გალაქტიონის სხვა ლექსებშიც წარმოჩნდა. დრო ანგელოზთა განდევნისა. ანგელოზები უედემონი ტიროდენ გზათა მიუვალობას. ეჭვებითაც გაივსებოდა ხოლმე ხანდახან პოეტის გული. იგი ტრიალებს, ვით ქორი თვალის ეს საუკუნე მეფისტოფელი. სხვა ლექსებში, როგორც აღნიშნე, ასე წარმოაჩენს: არ დავცემულ ვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე. ან კიდევ წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების. ხშირად ახსენებს მაგალითად დემონების კორიანტელსაც. სისხლიანი ანგელოზები მოჩანან თითქოს ციდან. დრო, რომელიც არ ინდობს არც ბავშვებს. მე თვითონ დაჭრილი ვნახე, ალუჩა 7 წლის ბავშვი. ან კიდევ წარწერა კედელზე, აქ იპოვეს ტყვით განგმირული 5 წლის ოქროსთმიანი გოგონა. ასე რომ ისევ აკაკი ბაქრაძე რომ დავიმოწმოთ ამ ლექსში მზე 20 ბათვისა, ღვთის სამივე პირი არის წარმოჩენილი. ლირიკული გმირი სამების სამივე პირს სთხოვს შემწეობას. მამა ღმერთს მზე 20 ბათვის სახით, ძეს გრალის სახით და სულიწმინდას, სული მოულინე ისევ შენ მიერი. აკაკი ბაქრაძეს კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება აქვს, რატომ მაინდა-მაინც თიბათვის მზე. თიბათვი არის ივნისის თვე და მან გადაჭრიკა საერო ლიტერატურაც, სასულიერო ლიტერატურაც და მსგავსი სახე ვერ აღმოაჩინა. მაგრამ ყურადღება მიაქცია ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ სულიწმინდის მოფენის დღე არის 14 ივნისი და გალაქტიონის წარმოსახვაში სწორედ ამიტომ დაუკავშირდა ეს ორი მოვლენა ერთმანეთს და ამიტომაც წარმოიდგინა თიბათვის მზედ ღმერთი. ეს რა თქმა უნდა ლამაზი ვერსია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია სხვანაირადაც ვიფიქროთ. როგორც გითხარით, გალაქტიონის პოეზიაში ხშირად გაიელვებს ღვთის სახება. ერთ ლექსში კი იგი წერს: დავით ქრისტემ გალილია აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი. მას მარადის ჰქონდა, ხსოვნა უფლის ჯვარცმისა და მას ევედრებოდა ხსნას, წმინდაო მაცხოვარს. გირჩევთ წაიკითხოთ გალაქტიონის სხვა ლექსები, რომლებშიც ღვთის დიდი რწმენა და სიყვარულია წარმოჩენილი. გმადლობთ ყურადღებისათვის.